დიდი სიყვარული. დევანდელი სახარება, დევანდელი წირვა. მიგვითითებს იმისაგან, რომ წმენაში გავწდეთ, რომ უფრო მობილიზებდეთ, შემოუძახოთ ჩვენ თავს. მით უმეტეს მარხვის ბოლოს, უკვე პეტრე პავლოვის მარხვა თავდება და ბრძოლები იზრდება. პეტრე პავლოვის მარხვა თავდება, მაგრამ ბრძოლები გრძელდება. ომი თავდება, მაგრამ მშვიდობა მოდის, მაგრამ იმ მშვიდობისაც უნდა გეშინდეს. იმ გაგებით, რომ ის მშვიდობა, შინაგანი მშვიდობა და გარეგანი მშვიდობა ყოველთვის ერთმანეთთან არ არის თანხმობაში. უნდა დავაბალანსიროთ ჩვენი სულიერი ძალები, უნდა დავაბალანსიროთ მშვიდობიანი ჩვენი შინაგანი მდგომარეობა და გარეგანი ბრძოლების უნარჩვევა, ატანა მათი. ეს უნდა დავაბალანსიროთ ჩვენს მენტალურ სივრცეში, ემოციონალურ სივრცეში და ხორციელ სივრცეში. ბალანსირება, ჯვარი, წონასწორობა, წონასწორობის დაცვა. რადგანაც მუდმივად ფონური ბრძოლა, ფონური დისკომფორტი სულ იქნება. მიწაზე ვართ ჩვენ. ჩვენ არ ვცხოვრობთ სასუფეველში. ჩვენ ვართ სამშობლო ჩვენ იქ არის, მაგრამ ჩვენ ვართ აქ გამოცაცდელ პერიოდში. ტრამპლინი, საბრძოლო ველი. სადაც ჩვენ ვიწევს უამრავი დისკომფორტის და უამრავი შინაგანი თუ გარეგანი ხილული თუ უხილავი ბრძოლის ატანა, მაგრამ შეგვიძლია ჩვენ რომ დავაბალანსიროთ ეს სულიერი თუ ხორციელი ხილული თუ უხილავი ბრძოლები. ჩვენი სულიერი ძალები იმდენად დიდია, უფალმა იმდენად დიდი მადლი მოგცა ჩვენ ქრისტემ მისი მიერ აღსრულებული განგებულებით გამოგვიხსნა ჩვენ ცოდვისა, წყევლისა და სიკვდილისაგან. ქრისტეს იმდენად უყვარვართ ჩვენ და იმდენად ახლოს არის ჩვენთან და ჩვენში არის და დღეს ზიარებით ამაშიც კიდევ ერთხელ დარწმუნდებით. რომ ჩვენ შორის არის, ჩვენშიც არის, ყოველგან არის, ყოველსავე აღავსებს, რომ არ არსებობს ზალა, არ არსებობს ესეთი რა თქმა უნდა დისკომფორტი იქნება და იქნება ბრძოლა, მაგრამ ქრისტეს ამ მადლს ვერავინ ვერ წაგართმევს და ამ მადლით ნებისმიერ დაბრკოლებას გადადა. ნებისმიერ დაბრკოლებას. ზუსტად ეს არის ღვთის ახლობლობის შეგრძნება, მუდმივი უწყვეტი შეგრძნება ღვთის ახლობლობისა. შეხედეთ უფალს ხატებზე, შეხედეთ ზიარების დროს ნაწილებს, რომ მიიღებთ, იღებთ იმ დროს, როგორ გიყურებთ თქვენ ის ორმხრივი მოძრაობა, თქვენ გიყურებთ ის, თქვენ მას უწყებთ. ის თქვენთან არის, თქვენ მასთან ხართ. ის მას თქვენ უყვარ ხართ, თქვენ ის გიყვართ. იმან პირველად შეგიყვარათ თქვენ და გამოგირჩიათ და იმიტომ უყვარ გიყვართ თქვენ, იმიტომ რომ მან პირველად გიპოვა და გამოგირჩიათ თქვენ. ეკითხებით ქრისტეს, ვინ ხარ შენ უფალო? ხედავ, მაგრამ ბოლომდე ვერ შეგიმეცნებ. და ბუნებრივია ეს, შეუმეცნებადია უფალი ბოლომდე, მაგრამ ქრისტესი შემეცნებადია. ჩვენი სარწმუნოებაში წინსვლის პროპორციულად. ვინ ხარ შენ უფალო? ზეღვთისა ვარ მე გეუბნება, მეორე ჰიპოსტასი ყოვლადწმინდა სამების. ვინ ხარ შენ უფალო? შენ ხარ ის. მე შენ ვარ, შენ მე ვარ, ერთად ვარ ჩვენ გეუბნები. ვინ ხარ შენ? გიცნობ, ხედავ, ცნობ, მე გეუბნება. შენ ხარ ის, ვისაც უყურებ. შენ ხარ ის, იმის იდეალური ვერსია, რომელიც მე მინდა რომ შენ იყო, აი ის ახარ შენ და ის ვარ მე შენთვის. ის უნდა იყოს შენ, იმიტომ რომ შენში არის ღმერთი და ღმერთში ხარ შენ. შენში ვარ მე, ანუ შენ ხარ ის, რაც მე მინდა რომ იყო. ამას გეუბნება. ეს უნდა გამოიცნო და შენი ჯვარი იტვირთო. ზოგჯერ ისეთი რაღაცა გვეძლევა ხოლმე ჩვენ რომ ვერ ხვდებით რატომ მოგვეცა ხოლმე. ეძლევა ადამიანს რაღაც და მოგვიანებით ხვდება ხოლმე რატომ მიეცა რაღაც. ეს იქნება საჩუქარი, ეს იქნება მოულოდნელი სიხარული, ეს იქნება ბრძოლა, ეს იქნება ხანდახან განსაცდელი ცხოვრება, ხანდახან სხვადასხვა კომფორტი თუ დისკომფორტი დავარქვათ ესე, ხო? მაგრამ ვერ ხვდება რა და რისთვის არის ეს. ზოგჯერ მანამ სანამ მიხვდება, მანამდე ეძლევა, მაგრამ მიხვედრა გვიან მოდის ხოლმე. ამიტომ ხილად ვიყოთ და ვილოცოთ, იყავ ნებაშენი, ვისაც ცათაშინე ეგრეცა ქვეყანასაც ზედა და მომავალი ღვთის არის და მე ხვდები რა რისთვის იყო. სულ სხვა ასპექტი, სულ სხვა რაკურსიდან რო შეხედავ მომავალს შენ ვერ განჭიდავ, მაგრამ წარსულსაც აკონტროლებ ახსარებით, ზიარებით და სინამდვილე, მაგრამ
განსმენ ზიარება დასწავს წარსულის ნეგატივს და ზოგმა იცის რომ ეს სხვა თემაა, მაგრამ ეს წარსულის მაინც ეს ზურგზე მოკიდება, წარსული ნეგატიური კლიშეების, ფრაგმენტების ზურგზე მოკიდება და თრევა არ უნდა ის დაიწვა. შეეხურა ბაგეთა შენ და უჯდობდი შენ მოკიდება სოციალ და განსმენს, გაუში, მიუტევე. გადასახე ჯვარი და წავა ეს. ამიტომ ეს ყველაფერი როდესაც გავა, შენ სიმსუბუქეს იგრძნო და თავისუფლად ამოისუნთქო. არ შეიძლება სულ ერთ და იგივე ადგილზე ეთქეპნებოდეს და ერთ და იგივე გზაჯვარედინზე იდგეს და მოჯადოებულ წრეზე იდგეს ადამიანი. ნუ იქნება ეს. ამიტომ ამაშიც ზიარება გვიწყობს ხელს, რომ ეს ნარჩენები, ჩვენი სულიერი შრომის ნარჩენი პროდუქტები, ნალექი გაუშვათ ეს ის რაც იწრიტება, ის რაც ნალექი, ის რაც ღვიძლია, როგორც დღევანდელ სახარებაში გაუშვათ ის. ნუ შეურევთ კეთილგამოცდილებაში, პოზიტივში, ნეგატივში. ნუ აურევთ ერთმანეთს, ფრთხილად გავარჩიოთ ისინი, ძალიან ფრთხილად ერთმანეთსაგან. როგორც საქსოვი გუნდა რო აგიხოთ, ხო, რომ შეგხვედრიათ, ხო? როდესაც არჩევს ადამიანი არეული ერთმანეთს სხვადასხვა თეთრი და შავი ძაფი ერთმანეთში არეული. ეს ერთბაშად ბუჯა-ბუჯად ვერ გამოარჩევ, ესე რომ დაჩიჩქნო, ხო? მას რუდუნება უნდა, მას უნდა ძალიან დიდი ნებისყოფა, რომ მათ შორის გამოარჩიო ჯერ თეთრი ძაფი, მერე შავი ძაფი, ჯერ პოზიტივი, მერე ნეგატივი და ესენი ფრთხილად გამორჩეული ერთად დააგროვო. და ეს იგავი სულიერი გამოცდილების ბრძნულ გარჩევაზეა და ეს იგავი საერთოდ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მარჯვენა და მარცხენა თუ არ გავარჩიეთ, ბორდი და კეთილი მოყარე და მკერი ერთმანეთსაგან, როგორც დღევანდელ სახარებაში უიფქლი და როგორც იტყვია, ხო, ფორმალი და ღვაწლი, მაშინ მანიპულირებული გავხდებით იმ ძალების მიერ, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ჩვენს უკან სულაზე, აქტიურად მუშაობენ ჩვენს დეგრადაციასა და ჩვენს დესტრუქციაზე. უფრო მეტად სიღრმისეულდება ჩვენი ხედვა და დღეს აი თქვენი ზიარებითაც ეს გაძლიერდება. სულიერი ძალები ჩვენში ძალიან დიდია და უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოგვიწოდებს იმასაც, რომ ჩვენ უსაფრთხოდ ვიაროთ და გვფარველობს და გვხედავს და გვაკონტროლებს ჩვენ. ყველაფერი ფარდობითი არის ცხოვრებაში, მაგრამ აბსოლუტური ჭეშმარიტებები აბსოლუტურ ჭეშმარიტებად რჩება. აქსიომები აქსიომებად რჩება სულიერი. რა გამოლებს ტერს და რა გამოლებს არაკეთილ მოსულნეს, მაგრამ შენ განვლე შორის მათსა, რათა არ გადაგაგდო შენ უბსკრულში. განვლე შორის მათსა და მათ უსურვე თავიანთი თავისუფლება ქონდეთ, თავისუფლება უბსკრულში ვარდნისა. თავისუფალია უბსკრულში ჩავარდნილი ქვაც, თავისუფლად მიექანება უბსკრულში. მათი თავისუფლება უბსკრულში ვარდნი ქვის თავისუფლება, მაგრამ შენი თავისუფლება ნუ იქნება ესეთ. შენი თავისუფლება იყოს ქრისტეს მიერი თავისუფლება. შენი თავისუფლება იყოს ის, რომელიც ქრისტეს მიერი თავისუფლების მსგავსია, რომელიც გამარჯვებით თავდება და არა უბსკრულში გაუთავებელი ვარდნი, რომელსაც დასასრული არ აქვს. შეიძლება ჭეშმარიტება როგორც ისე თქვენ და ჭეშმარიტება განთავისუფლოთ თქვენ. გულგრილი ადამიანი, უგულო, უსისხლის მიმოქცევო, ადამიანი, რომელიც ინფორმაციებს, რა ფორმასაც სავაზობს ეს სოფელი, ესეთი ადამიანი ვერასდროს ვერ მიიღებს, ვერც ჭეშმარიტ სოფხედულობას ვერ შეესისხოს, ვერც ჭეშმარიტ სოფხედულობას, ვერასდროს ამორფული, მუდმივად ნეგატიურად პლასტიკური, არა ისეთი, რომელიც მიიღებს სიმტკიცეს და აღიბეჭდება მასზე, როგორც რბილ ცვილზე აღიბეჭდება ბეჭედი ქვის, არამედ იქნება ამორფული და ცდილობს შესაბამისად ამას სოფლის დინებისა და ამას სოფლის ფორმებისა და კლიშეებისა შესაბამისად ის ფორმა და ის ანაბეჭდი მიიღოს და ბეჭედი მიიღოს ამას სოფლისა. ბევრი ყიდის სულს, თავის სულს, მაინდა-მაინც არ არის საჭირო ფაუსტური ფაქტების დადგება, ეხლა დიდი თემა. ყიდის მდუმარე რეჟიმით, სხვადასხვა მდუმარე დიდი თემა, ესეც აღარ მოყვები. დიდი ხანი ბევრს გაკიდული აქვს სული. ბონუსების და ამის ნიშნები ძალიან ბევრია, ესეც დიდი თემა აღარ ჩავუთვლი, სულის გაკიდული რო აქვს ადამიანს სული, იმის ნიშნები რაც არის.
ამით იმის თქმა რომ მან დიდი ხანია მიიღო ბეჭედი ანტიქრისტესი და დიდი ხანია მას ემსახურება და მასთან კონტაქტი აქვს და ესეთი კი არა ვირტუალური კონტაქტია რაღაცა ესეთი მხოლოდ სიმბოლური არა რეალური კონტაქტი რეალურად იღებს თეზისებს და მითითებებს მათგან და იმ დემონური იერარქიისგან რომელსაც დღევანდელი სახარება ეშმაკს უძახის და იმ ტერკაც უძახის რომელსაც ღვარძლი დათესა როდესაც უფალმა დათესა კეთილი თესლი მან ღვარძლი ღამე დათესა ღამე ეს არის ეს მეტაფიზიკური ღამე ეს ის ღამეა რომელშიც მოდის ჩვენი ცნობელობის ცნობიერების ღამე რომელიც ესეთ ქიმერებს ბადებს ცნობიერების სიბნელებს ჩვენი ცნობიერების წყდიანი რომელიც ადამიანის მოდუნებულობასა და დაცვისა და სულიერ სიფრიზლეს აკლებს და ადამიანი მისაწვდომი ხდება ესეთი დემონური გავლენებისა. აი მაშინ მოდის ის და მაშინ დათესავს იმ გვარს და თუ დროზე არ მოიგებს თუმცა კი ანგელოზებს აცდის უფალი აცდის მაგრამ თუ დროზე არ მოძიბრე ის თავის ნეგატიურ ნაყოფს გამოიღებს და როგორც ვირუსი ისე გამრავლდება. ამიტომ ვეცადოთ რომ გამთავისუფლდეთ ყოველგვარი ნეგატივისგან დღეს და ეხლა. ის კი არა მერე ხვალ და ზეგ და მერე ვიცხოვრებ. ეხლა იცხოვრე, დღეს იყავი ქრისტიანი და დღეს იცხოვრე. აქ ეზიარე, დღეს ეზიარე, დღეს დაიწვას ეს ნეგატივი. დღეს ამ გამოუშვი ეს რაც უდია დაიწვას, რათა ახალი სულიერი ჟანგბადი შემოვიდეს შენში და განახდე და მეორე სუნთქვა გაგეხსნას. რაშიც დღევანდელი სახარება, დღევანდელი ზიარება აუცილებლად თავის მოქმედებას აღასრულებს. და კვლავ ახალი კავშირით, ახალი აღქმისეული კავშირით განახლებულნი, გაძლიერებულნი გავაგრძელებთ ჩვენს პოსტსაბჭოთა მიწიერ ცხოვრებას, კეთილი იყოს თქვენი მომძალება პოსტსაბჭოთა სივრცეში. სადაც უამრავი ხილული თუ ხილავი ბრძოლა, ხილული თუ ხილავი საფრთხე, განსაკუთრებული და ექსკლუზიური გამოცდილება, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ აქ, იქნება მოწოდებული და იქნება ჩვენი სიძლიერისთვის ესე ვთქვათ, შემოთავაზებული. მაგრამ ამ გამოწვევებზე ქრისტიანი ერთ რეაქციას აკეთებს. სარწმუნოება, სასოება, სიყვარული. როგორც პავლე მოციქული ამბობს, მუდამ მადლობდეთ ყველაფრისთვის, მუდამ ლოცულობდეთ და მუდამ გიხარობდეთ. წამითი წამათ განუწყვეტლივ გიხარობდეთ. oi პარადოქსი, მაგრამ უნდა გიხარობდეთ. და ეს უხარია ზეცას. რადგანაც სიხარული სახარება თვითონ სიხარულია, რასაც ყველას გისურვებთ. მადლობს ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.